არასამთავრობო ორგანიზაციაში სამართლიანი არჩევნები თვითმმართველობებში ჩატარებული კონკურსებისა და ატესტაციების პროცესს კიდევ ერთხელ აჯამებენ. მონაცემების პრეზენტაციას ორგანიზაცია თითოეულ რეგიონში მართავს. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტში გამართული კონკურსები ყველაზე გამჭვირვალედაა შეფასებული, თუმცა ისევე როგორც აქ, რეგიონის მასშტაბით ადგილი ჰქონდა ნაკლებად კვალიფიციური კადრების აყვანას კონკურსის ჩაშლას ისეთ პოზიციებზე, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლებელი იყო. ქედაში ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციასაც, როცა კომისიამ ერთ-ერთ პოზიციაზე ქალის კანდიდატურა შეუფერებლად მიიჩნია. იყო პოლიტიკური რეპლიკებიც, ორგანიზაციამ დღესვე რეკომენდაციებზე ისაუბრა. სამართლიანი არჩევნების იურისტები კონკურსს მიღმა დარჩენილ კადრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება ან სამსახურში არაყვანა მიკერძოებულად ან კანონდარღვევით მოხდა, სასამართლოში ადვოკატირებას გაუწევენ. საერთო ჯამში მეტწილად ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია ეს პროცესი და ასევე ჩვენი ესე ვთქვათ ერთ-ერთი მიზანი აქ ჩამოსulis არის ის, რომ სამართლიანი არჩევნები იწყებს უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზებას იმ მოხელეებისთვის, რომლებიც დაასაქმებულნი არიან საჯარო სექტორში და რომლებიც თვლიან, რომ მათ მიმართ იყო უსამართლო გადაწყვეტილება როგორც კონკურსის მიმდინარეობის დროს, ასევე ზოგადად შრომით ურთიერთობაში ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ წარმოადგინონ თავის სასამართლოში შესაბამისი საჩივრება და იურიდიული კონსულტაციები დავეხმარებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც რეკომენდაცია გვაქვს, არის ის, რომ ტესტირების პროცესში აუცილებლად სასურველი იქნება, რომ გათვალისწინებული იყოს დაბალი ბარიერები იერარქიებისგან გამომდინარე, ასევე სპეციალიზაცია, რამდენადაც ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული დაბალ იერარქიებზე, მათ ნაკლები შემხებლობა აქვს სამართლებრივ საკითხებთან, ასევე ჩვენი რეკომენდაციები ეხება გამარჯვებულთა გამოვლენის საკითხებს, რადგანაც ვთვლით, რომ ისეთ პოზიციებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი პოზიციები, სასურველი იქნება, რომ სუსტი კადრების შერჩევას პოზიციები ჩაშლილად გამოცხადდეს.